მასზე მაქვს როგორც ორი მხარე რა, სულიერი მოდით და მატერიალური შევხედოთ რა. სულიერით დავიწყებ, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან ოქროს ხბოს ტყვეობაში ვართ ჩვენი საზოგადოება და სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ გააკეთა ეს, რომ ფული გააფეტიშა და ფული დაუკავშირა სტატუსს, ანუ კაცობის გაზომვა, ქალობის გაზომვა, რისიც გინდა, ფულით გახადა. და ჩვენ სანამ ამ ოქროს კერპის ტყვეობას თავს არ დავაღწევ და სანამ სულში არ ჩავიხედავ და ვიფიქრებ, როგორი ქვეყანა გვინდა. აი პაატამ თქვა, რომ ამ წუთში რომ ასეთ ქვეყანაში არც ერთი ნორმალური ინვესტორი ფულს არ ჩადის. ჩვენ აქ ვცხოვრობთ, ჩვენ როგორი ქვეყანა გვინდა და რას ვაკეთებთ თითოეული ჩვენგანი ამისთვის. ჩვენ თუ გავჩუმდებით და სახლში დავსხდებით, ამითი რაიმე კარგი შეიძლება გამოვიდეს და რა არის ის ღირებულებები, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოლებთ. ანუ ეს რა გვამოზრავებ ჩვენ. აი ეს დიდი კითხვებია გვაქვს დასასმელი. ჩვენ თუ არ დაუბრუნდებით რუსთაველის ფესვებს და გავიხსენებთ, ვისი გორისანი ვართ, არაფერი ჩვენგან არ გამოვა. ეს სულიერი ასპექტია, როგორც მივხვდი. ახლა მეორე ასპექტზეც ძალიან კარგი გორისანი ვართ, ოღონდ ეს უნდა გავიხსენოთ და გვავიწყდა. ილია ჭავჭავაძის და უფრო ღრმად ბევრად შოთა რუსთაველის გორისანი ვართ. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, მოვემზადოთ რეალური სერიოზული კრიზისისთვის. ანუ სამწუხარო რეალობაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ისედაც გაჭირვებაში ცხოვრობს, უმუშევრობის რიცხვი იზრდება და ახლა გაიზრდება, იმიტომ რომ ბევრი სექტორი დაიწყებს შენელებას, აუცილებლად შენელებას დაიწყებს მშენებლობის სექტორი და მასთან დაკავშირებული გრძელვადიანი მოხმარების და საერთოდ რაც აი მთელი ინფრასტრუქტურა, ანუ მისი ნედლეულის წარმოება, იმპორტი, მოწოდება, ყველაფერი ეს სექტორი და სხვა რამესაც ბევრს გადაედება. სამწუხაროდ უმუშევრობა კვლავ გაიზრდება. ამიტომ ამ შემთხვევაში რაღაცა ქამრის შემოჭერა, ხარჯების რაღაცა ზომიერ ბიუჯეტის გაკეთება, ხარჯების გამოზოგვა და განწყობა, რომ ჩვენ გრძელვადიანი მომავლისთვის ვიბრძვით. ხა ჩვენ ვართ აი აქეთ ამ მხარე, დაახლოებით 50 წელს ახლოს ხალხი. საშუალო, რა ვიცი, სტატისტიკით 20-30 წელი უნდა ვიცხოვროთ. ეხა ერთი ნახევარი წელი, ერთი წელი, გინდა 2 წელი არ უნდა გავიჭიროთ იმისთვის, რომ დანარჩენი 18-დან 28 წლამდე ვიცხოვროთ, ნორმალურად ადამიანები ვიყო და კაცები გვერქვას? აი ეს არის რა. ამიტომ პრაგმატიზმით ჩვენი შრომით, გვერდში დგომით და გაერთიანებაზე ფიქრით. ალბათ კი არა, მოდი დავსხდეთ. რეალურად დავფიქრდეთ ის ადგილი ვიპოვოთ, რაც გაგვერთიანებს. ეს თუ არ ვიპოვეთ, თუ ოპოზიცია არ გაერთიანდა და სამოქალაქო სექტორი და ყველა ერთმუშტად არ შევიკარეთ, არაფერი არ გამოვა და ეს გვაქვს საპოვნელი.